მოგესალმებით ჩვენი მორიგი სემინარი ტარდება დღეს მომხსენებელი გახლავთ პროფესორი ვაჟა იკნაძე თემა არის ასეთი ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილის მოღვაწეობა 1839-1909 წელი ამ საკითხზე ათეული წლებია შეიძლება ითქვას რომ ბატონი ვაჟა მუშაობს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია და აი ბოლო მონოგრაფია რომელიც განსხვავდება წინა გამოცემული ნაშრომებისაგან აქ არის ახალი დოკუმენტები შემოტანილი არის კიდევ ახლებური ხედვა რომელთაც კიდევ უფრო გაამდიდრა ჩვენი გამოჩენილი დიდებული მოღვაწის ბიოგრაფია და გვაქვს დღეს საშუალება რომ მოვისმინოთ ეს ახალი ხედვები. თხოვთ ბატონო ვაჟა. გულად ეს არის ჩემი მონოგრაფია, რომელიც უკვე 30 წელია ამ თემაზე, აი პერიოდულად ვაქვეყნებდი სტატიებს და სულ ახალი და ახალი მასალა ამოდიოდა და აი ამ წიგნში თავმოყრილია როგორც საქართველოს არქივებში, ასევე პრესაში და ასევე პეტერბურგის ეროვნულ არქივში დაცული მასალები. ეხლა მე პეტერბურგის არქივში ნამდვილად არ მიმიწვდებოდა ხელი, მაგრამ პოლონელი თანამშრომლის ფშემისლავ ადამჩევსკის საშუალებით მე მომეცა საშუალება მან თავისი კოლეგები ჩართო ამ საქმეში, ასევე ერთი ქართველი ქალბატონიც, რომელიც ცხედაში ცხოვრობს და მოსკოვში ცხოვრობს, ისიც დამეხმარა და პეტერბურგის არქივში ძალიან საინტერესოა, აი მაგალითად რა. პეტრე კონჭოშვილის ფორმულარный список. ანუ, მოღვაწეობა მთელი არ არის. 1905 წლამდეა სამწუხაროდ და მერე უკვე აღარ არის წდება, მაგრამ 5 წლამდე ეს არავის არ გამოუყენებია. ეს მასალა, რომელიც პეტერბურგის არქივში ინახება. და მე იქიდან მომაქვს დაწვრილებითი ცნობები და მინდა გითხრათ რომ ეს წიგნი თელავში ვიყავი და თელავიდან გავაგზავნეთ ალავერდის მონასტერში და ალავერდიდან დამიკავშირდნენ დამირეკეს რომ ჩვენთვისო სრულიად ახალი მასალებია თუმცა სხვაც მიმიცია მათთვის წიგნები ჩვენიაო ეს იმიტომ რომ იქ არის ალავერდში დაკრძალული მეუფე პეტრე და ჩვენთვისო ეს სრულიად ახალი მასალებიაო და გამიკვირდა კიდევაც რომ ასე სწრაფად გადასცეს ალავერდში ხო ეხლა რა შეეხება ჯერ მისი დაბადების წელი მიღებული იყო აქამდე თუმცა ძალიან ცოტა ვინმე თუ ეხმაურებოდა საერთოდ პეტრე კონჭოშვილის პიროვნებას და მეც ვიზიარებდი 1836 წელს მისი დაბადების წლად. საიდან ერთადერთი რაც იყო საქართველოში ხელმოსაჭიდი ეს არის მისი საფლავი ალავერდის ტაძარში სადაც ეწერა რუსულ ვარიანტში. ქართულში არ ეწერა არაფერი მაგის შესახებ რომ ის არის 73 წლის და 1909 წელს 73 წელს რო გამოვაკლებ გამოდიოდა 1836 მაგრამ არ არის ეს სწორი ეს არის ზეპირატეტობა გადმოცემული ეს მისი გარდაცვალების დროს ვიღაცა ვინც იცნობდა ახლოს იმან უთხრა რომ აი არის ალბათ 73-ის იმიტომ რომ გარდა იმისა რომ იმ ფორმულარный список ანუ მისი ბიოგრაფიის დაწვრილებით აღნუსხვაში წერია რომ 1839 წელს დაიბადა ამის გარდა 1905 წელს ანტონ ნატროშვილმა ცნობილმა ნატროევმა ასე წერდა მაშინ გამოაქვეყნა პატარა სტატია მეუფე პეტრეზე პატარა ძალიან მაგრამ იქ წერია რომ 1905 წელს ესე იგი ის იყო 66 წლის ესე იგი 5 წელს რომ 66 გამოაკლებ 39 გამოდის და არც გაუპროტესტებია ცოცხალი იყო მაშინ თვითონ მეუფე პეტრე და მაშინ პროტესტი იქნებოდა რომ არასწორია ესე იგი ამას არ მიაქციეს ყურადღება და 36 წელი იყო დამკვიდრებული მაგრამ აი როგორც გეუბნებით ის არ დაბადებულა 36-ში 39 წელს არის 1839 წელს დაიბადა სად საბუეში საბუე ცნობილი სოფელი პირდაპირ დაღესტანის საზღვარზე და
მამამისიც იქ იყო ადგილობრივი იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის ახლა ნანგრევებია, თუმცა ძალიან დიდი კომპლექსია ეს და აი ამ კომპლექსის მღვდელი, ხოლო მამამისი დავითი დედა იყო მარიამი. ამის შესახებ მე მივაკვლიე მისი ოჯახის შემადგენლობის შესახებ საქართველოს ეროვნულ არქივში ეს საინტერესო ცნობას, სადაც ის ითხოვს, რომ საბუეში გაუყონ საკუთრება, რომ მე ყველას მოუვლიო, მაგრამ თავიდან მომეცით მე ჩემი წილი. და 3 წელი იყო იმაში განხილვაში და ბოლოს ისე დამთავრდა, რომ არაფერი არ განიხილა რუსულმა სასამართლომ. და მე უკვე ანებებს ამ საკითხს თავს და მოდის ჯერ თელავშია მასწავლებელი და მე თბილისში გადმოდის. ეხლა რაც შეეხება მის ქონება, ესე იგი ფაქტიურად არაფერიც არიელი წამოვიდა და ხო განათლებას რაც შეეხება. ერთადერთი სტატია ფართო გამოაქვეყნა მასზე ნიკო ჯავახიშვილის მამამ, გიორგი ჯავახიშვილმა გაზეთ ყვარელში 1979 წელს. მე მაშინ უკვე მუშაობდი ამ საკითხზე, მაგრამ ჯერ არ მქონდა გამოქვეყნებული. არც ადვილი არც იყო ახლა საეკლესიო პირზე გამოქვეყნება მაშინ და აი აქ რას წერს მის განათლებაზე, რომ მან თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, მაგრამ ეს და მეც ეს გავიზიარე, მაგრამ არა აქვს მითითებული ახლა საგაზეთო ის არის საგაზეთო პუბლიკაცია და იქ არა აქვს მითითებული და არ მქონდა მაშინ წაკითხული ერთადერთი ეგზემპლარია თბილისის ბიბლიოთეკაში პარლამენტისა, რომელიც ახლა უკვე აღარ იქნება პარლამენტისა. ამ ბიბლიოთეკაში არის 2 ძვირეჩი ეპისკოპა პეტრა, ანუ 2 სიტყვა ეპისკოპოს პეტრესი და იქ წერია, რომ აი მისი სიტყვა, როცა ის აკურთხეს, ხელდაასხეს ალავერდის ეპისკოპოსად. მე ბავშვობისას 8 წლის ბავშვი ალავერდშიო ჩემი სურვილით გამოვიარე, როცა თბილისში მივდიოდი სასულიერო სასწავლებელში სასწავლებლად. ესე იგი იქ ვსწავლია და არა თელავის სასულიერო სასწავლებელში. ამას აღნიშნავ ყველაფერს ამ წიგნში, იმიტომ ესეც უცნობი იყო ჩვენთვის. და აქ არის ახალი ფოტოებიც, აი ახალი ფოტოებიც არის აქ. ეს არასდროს არ დაბეჭდილა, არც მისი აი ეს სურათი ზევიდან, რომელიც არის და ეს მე გადმომცა ერთი მომცა, ყველა ეს ფოტოები მომცა ლუარსაბ ტოგონიძე, მაგრამ ეს ყოფილა სხვა პიროვნების საკუთრება, რომელიც მე გამომეხმაურა, რომ რატო დაბეჭდეთ ჩემი ნებართვის გარეშე, მაგრამ მეოთხარი გადმომცა ისე რომ მე მეგონა მისი იყო ამ ბატონი ლუარსაბის, მაგრამ არაუშავს, მადლობას უხდის, შემდეგ ესე ნაწილ დაიბეჭდა და შემდეგ გამოცემებში კი და შემდეგი ტირაჟის დაბეჭდის დროს შესავალში დაუმატა მისი მადლობაც ამ პიროვნების. ხო, ეხლა ეს ძალიან საინტერესო სურათია, აქ არის ეს თვითონ მეუფე პეტრე და მისი ძმის შვილები, უმცროსი ძმა, 3, ესე იგი მისი ძმა, ერთი უფროსი მათე, რომლის მათეს უმცროსი შვილი იყო პაპაჩემი, დედის მხრიდან. და აქედან მქონდა ინტერესი პეტრე კონჭოშვილის მიმართ ყოველთვის, იმიტომ რომ სულ მესმოდა ეს ამ პიროვნებაზე და ვინ იყო და რა იყო, არ იყო ცნობილი. ძალიან ცოტა რამ. და აქვე არის აღნიშნული მისი უმცროსი ძმის სოლომონის 2 ვაჟი და ქალბატონი, ეს არის ძალიან განთქმული საინგილოში. იქ მას მიუძღვნეს, აი მე მგონი დღესაც არის ეს მისთვის მიძღვნილი მემორიალური დაფა, სადაც დაფა კი არა, მის საფლავზე იქ არის დაკრძალული საინგილოში და იქ წერია საბჭოთა დროს აი სოფიო სოლომონის ასული კონჭოშვილი ყულოშვილისა. ხო ეს, ხო. და
აი ეს ინგილო ხალხის უანგარო მოღვაწე ასე წერია აქ და მართლაც იმდენი რამე იქ დაარსა სასწავლებელი ქართულად ასწავლიდა წერა კითხვის გარდა ასწავლიდა აგრეთვე ხელსაქმეს და თავისივე შეკერილ კაბებში არიან სუფთად გამოწყობილიო დაიბეჭდა კი არ დაიბეჭდა მაშინ დაიწერა ეს ანგარიშში და ეს პატარა მონაკვეთი გამოვაქვეყნია იმიდან არქივიდან ნუ რუსულად არის მაგრამ ყველგანვერი თარგმნე ქართულად ხო ეხლა რა შეეხება აი ამ ორს ერთი არის დავითი რომელიც როგორც ჩანს ქართულ სომხურ იმაშიც კი მონაწილეობს მე ბრძოლებში 1918 წელს და რა შეეხება მეორეს უმცროს არჩილი ეს არჩილი დაამთავრა თუ არა სამხედრო სასწავლებელის გაემგზავრა იაპონიასთან ბრძოლის დროს და იმავე წელს დაიღუპა და პატარა ნეკროლოგის დაიბეჭდა ქართულ პრესაში რომ ის იყო ცნობილი ქართველი მამაოს ძმისშვილი და ძალიან ახალგაზრდა 23 წლისა დაიღუპა და კირიონს წერს მეუფე პეტრე რომ თქვენ ალბათ იცით რომ ძიმე რამ დამემართა რომ ჩემი გაზრდილი შვილივით გავზარდა შვილსავით გაზრდილი მყავდა ეს არჩილიო და დაიღუპა იაპონიასთან იქ ლაოდუნთან ისე რომ მისი საფლავი ისიც კი ვერ გამონახეს ზულებიც კი ვეღარ გამონახეს და ნუ მოკლედ ხო წერილი ერთი წერილზეც მინდა ვთქვა რომ მისი წერილი რომელიც მან გააგზავნა პოლონეთში იქ სწავლობდა მაშინ პაპაჩემი ეს იყო უმაღლესი კურსები ხეტყის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის лесоводство и сельского хозяйства СРК და ეს სასწავლებელი ძალიან პრესტიჟული იმ პოლონეთის იმ ნაწილში რომელიც რუსეთმა მიიერთა და იქ სწავლობდა დამთავრების ისიც მაქვს წესისა მოწმობა და იქ გაუგზავნა რომ მამამისი გარდაიცვალა და ეს წერილი იმდენად ძვირფასი იყო პაპაჩემისთვის რომ ეს მაგარ ქაღალზეა ორად გაკეცილი ქაღალდზე დაბეჭდილი დაწერილი და შეინახა სადაღარ ესე იგი თბილისში თელავში ცხოვრობდა სადაღარ და ბოლოს მოაღწია ჩემამდე და მე ახლა აქ ქართული თარგმანი მომყავს და მომაქვს და ახლა გადავეცი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს რომ იქ უფრო კარგად იქნება დაცული ну ვიდრე ჩემთან. ну რუსულად არის, მაგრამ მე აქ ქართულს ისე წარმოვადგენ ამ ქართულს, რომ ну თითქოს ქართულად არის დაწერილი. მე ასე მგონია, რომ თითქოს მე მგონი კარგად ვთარგმნე, იმიტომ რომ ну ქართული ისეთი რაც საჭირო იყო ქართულ ყველაფერი დაურთე ქართული იმისთვის რომ ზუსტად ქართულად აღქმულიყო და ისეთი თბილი წერილია და ეუბნება რომ განაჩენი ჩვენი შემოქმედისა რომელიც მან წარმორთქვა ადამიანის მიმართ მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი აღესრულა შენ ძვირფას მშობელზედაც რომელიც გარდაიცვალა ფილტვების ანთებით 1908 წლის თებერვალში და მე მიგულე შენ გვერდით შენ ნუ მიეცემი უსაზღვრო სასოწარკვეთილებას და სამგზის დაიოკე ნაღველი შენი და ისეთი თბილად უწერია თუ რამ დაგჭირდეს მე მომმართე და შენს გვერდით ვიქნები და აი ეს არის მოკლედ დაბეჭდილი ქართული თარგმანი მისი და ნუ მე წერია გორის ეპისკოპოსი პეტრე კონჭოშვილი აწერია პეტრე და შემდეგ ნუ იყო ძალიან დიდი ქრისტიანული ქველმოქმედი ქრისტიანი ქველმოქმედი აი ესე თუ ნაწილ სადღაც თუ ვიპოულობდი მის ქველმოქმედებას და ერთი არის მთავარი მისი რა ერთი ქველმოქმედება ის არის რომ თავის სოფელს ამ გრემს გაუგზავნა ძალიან ძვირფასი 350 მანეთი და 350 მანეთი ცოტა არ იყო მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო რუსეთის იმპერიის დროს ესე იგი კოვზი, ლახვარი, ყველაფერი საეკლესიო
და ეგზარქოსმა წარადგინა სინოდის მადლობაზე, რომ ასეთი ის გააკეთა. მე კიდევ ერთი დიდი რაც არის მისი თქვა დამსახურება, რომ სოფელ აწყურში, არა იმ აწყურში მეცხეთის, არამედ კახეთის ახმეტის რაიონის აწყურში, იქ ააშენა ეკლესია, ძირითადი თანხა ჩადო მან და დღესაც არსებობს ის ეკლესია 19 საუკუნეში საკმაოდ მოსძილი ამ სოფლისთვის ჩვენ ვიყავით, გადავიღეთ ის და აი ამ სოფლის ეკლესიაზედაც მადლობა დაბეჭდილია, რომ პატარა სოფელი აწყურიო, მაგრამ ეხლა ხო და ამ ეკლესიის კარებში შესავალშიო ესე იგი წიგნსაცავიც დაუარსებია, სადაც წიგნებიო არავინ არ იცოდა სოფელში თითქმის წერა-კითხვა და ეხლა ყველა ამისი მცოდნეა. იმდენად დააინტერესათ, რომ იმ სოფელში ვინ მიაწვდიდა ეხლა მიყრუებულ სოფელში რაღაცას. და აი მისი დამსახურებით ყველა გაეცნო ამ სამკითხველოს. რაც შეეხება იმას საინგილოს, იქაც მოღვაწა ის აი ამ მისი პირადი ფორმულარный список, ახლა ზუსტი თარგმანი მაინც ძნელია ქართულად, იქ წერია, რომ ის გაიგზავნა ჯერ, აი ესეც არ იყო ცნობილი, რომ ჯერ საინგილოში გაიგზავნა თუ ჯერ შიდა ქართლში, ანუ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში და ხან იმაში ძალიან პატარა ის გამოქვეყნდა ნეკროლოგი და იქ წერია, რომ ჯერ წავიდა იმაში საინგილოში და მერე სამხრეთ ოსეთში და პირიქით ყოფილა, იმიტომ რომ იქ პირდაპირ თარიღებით წერია მის ფორმულარный список და ესე იგი ჯერ მოღვაწეობდა შიდა ქართლში, ჯავის რაიონში და ერთი საბუთია საინტერესო, რომელიც არ იყო გამოქვეყნებული, რომ რამდენი რა დახარჯა ესე იგი იმისი ანგარიში, რომ ამაში დაფებში და ავეთში და ასე შემდეგ და მერე გადადის იმაში საინგილოში და საინგილოშიც იქ კიდევ შექმნა მთელი ესე იგი რაღაცა გამავრცელებელი საზოგადოება შეიძლება ითქვას ქართული, იმიტომ რომ ის და მისი მეუღლე მართა, აი ეს არის მისი მეუღლე მართა, ერთადერთი სურათი არის შემორჩენილი, ერთადერთია ეს სურათი, აქ არ მიმითითებია, მაგრამ თელავში მართას დაიყო გათხოვილი გოგიაშვილებზე და იმ გოგიაშვილებს ჰქონდათ შენახული და მე გადმომცა ქალბატონმა და ეხლა ეს სურათიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია და აი მისმა მეუღლე მართამ და მეუფე პეტრემ იქ ესე იგი პატარა ინგილო ბავშვებს კრებდნენ და უტარებდნენ გაკვეთილებს გარდა იმ საეკლესიო თქვათ რიტუალისა ასევე განათლების თვალსაზრისით გვიყვებოდნენ გეოგრაფია არ იყოს ჩეტანილიო ჩვენს სასწავლებლის განრიგში, მაგრამ მთელი მსოფლიოზე პირველად გავიგეთ, რომ არის დიდი ხმელეთები, არის დიდი ზღვები და საქართველოზე გვიყვებოდნენ და ამას ვინ წერს მერე? წერს მოსე ჯანაშვილი. იქ ჩაესახა მას ინტერესი პირველად საქართველოს ისტორიისადმი. აი ამ გაკვეთილების დროს და დაბეჭდილია მისი ეს პატარა მოგონება და ამბობს, რომ როცა მეუფე პეტრეს არ ეცალა, მაშინ მეუფე არ იყო, მაშინ მამა პეტრეს არ ეცალა, მაშინ მისი მეუღლე გვიკითხავდა და ან მათი დიაკვანი მიხეილი. ნუ ეს მიხეილი არ ვიცით ვინ არის, მაგრამ ის მიხეილიც გვიკითხავდა ხოლმე ამ ნუ თემატიკის მიხედვით. აი საინტერესოა, რომ 1868 წლის 10 ივლისს პეტრე კონჭოშვილი გადმოდის თბილისში და მას შემდეგ თბილისში მოღვაწეობს. თბილისის კათედრალურ სიონის ტაძარში. ესეც უცნობი იყო, რომ თავიდან რამდენიმე ხანი 1 სექტემბერს გადაყავთ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის ჯულის მოძღვრად და მას შემდეგ უკვე სულ იქ არის. ხოლოდ აი ამ ამიერკავკასიის ეს იცით სად იყო? საგარეო საქმეთა სამინისტრო სადაც იყო? იქ თაწმინდის ძირას. აი იქ ის იყო ქალთა სასწავლებელი. კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი. და
იქ არის სულ აი სიკვდილამდე იქ არის საღვთო ჟულის მასწავლებლად და ну შემდეგ ერთი საინტერესოა რომ აი ამავე ფორმულარний список აი აქ წერია რომ 1890 წელს უცბად ის გაანთავისუფლეს ყველა თანამდებობისგან და საკუთარი თხოვნის საფუძველზე თან წერია. ესე იგი, მას მოუვიდა დიდი უთანხმოება როგორც ჩანს ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე იმ პატარა ის რო არის ნეკროლოგი ქართულ გაზეთებში დაბეჭდილი მოამბეში. იქ წერია რომ ინსტიტუტის, ანუ ქალთა ინსტიტუტის მოწაფეებს დიდად უყვარდათ და დიდ პატივს სცემდნენ განსვენებულს. პეტრე დიდხანს იყო სასულიერო სემინარიის საბჭოს წევრად. საცა იმთავისვე გამეფებული იყო უსასტიკესი გარուցების პოლიტიკა და აი აქ იყო თავგამოდებული პეტრე, რომელიც მტკიცედ იცავდა სემინარიის მოწაფეებს პოლიტიკანი ბერების მზრუნველობისაგან. მაშინ უკვე დიდი ხნის დეკანოზი იყო და გულის ტკივილით იგონებდა ხოლმე რომ სემინარიაში ზოგიერთი ქართველი გაბედულად ვერ მიჭერდა მხარს და ამიტომ ჩემი გამოსარჩლება უქმად რჩებოდაო. აი როგორც ჩანს ამ ეროვნულ ნიადაგზე მოუვიდა ხელმძღვანელობასთან ესე იგი კონფლიქტი და გაანთავისუფლეს თვითონვე მოითხოვა რომ გამანთავისუფლეს საერთოდ, მაგრამ 91 წელს ისევ აღადგინეს. და იმპერატორმა ჩაუთვალა და ესე იგი ხელფასიც კი გადაუხადეს გაცდენილი წლისთვის. ნუ აპატია ის წასვლა. ეს არის კიდევ ყველაზე პირველი მისი სურათი, რაც კი არსებობს, ესეც იმან ლუარსაბმა მომცა და 1876 წლის პირველი სურათია, რაც კი მის შესახებ არსებობს. შემდეგ მოკლედ რომ შევამოკლოთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი 1899 წელს წმინდა მიწაზე მოგზაურობა და აღწერა დაწვრილებით წმინდა მიწაზე და ათონის მთაზე და იქაც ძალიან ახსოვთებულია რომ ბერძნებიო ქართულ სიძველეებს ძალით ანადგურებენ, აღებავენ და ეს რას გავს ამბობს. მე ეს დაიბეჭდა ივერიაში 11 ნომერში, მაგრამ ბოლოს 1901 წელს გამოსცა ცალკე წიგნად. და აი ამ წიგნს აწერია სწორედ რომ კირიონი არის ამ წიგნის გამოცემის თავმდები, ანუ საცენზურო კომიტეტმა კირიონს დაავალა. რომ პასუხი ეგო ამ წიგნის გამოცემაზე. და მოკლედ ძალიან საინტერესოდ აღწერს ამ ყველაფერს, რაც კი ნახა იქ წმინდა მიწაზე, გზაში ვინ შეხვდა, გზაში შეხვდნენ უკარო მოდიოდა ქერჩიდან ბათუმამდე, გზაში შეხვდნენ ოლივერ და მარჯორი ვორდროპები, რომლებმაც ოლივერმა უთხრა, მე ყურადღებას ვაქცევ ქართულ სასულიერო ლიტერატურას და თქვენი მოღვაწეობის შესახებაც ვიცია. და დაწერა რომ აი გაკვირვებული ვარო და მე ესეთი ფრაზა უცხო ქვეყნის შვილნიც ყურადღებას აქცევენ ჩვენს მდგომარეობას და ჩვენს საკუთარ ხალხს კი ზინავს. ხო და ეს უკვე ფარული ტექსტი იყო იმისთვის რომ ზილი არ გაგრძელებულიყო დიდხანს. და მიუხედავად იმისა რომ ძალიან აი საცენზურო კომიტეტზე იყო აქ საუბარი და ნუ გასაგებია რომ საეკლესიო ლიტერატურას უფრო ღრმად იხილავდნენ. ერთი ორი ფრაზებით მაინც აქვს გაპარებული, მაგრამ ერთი რამ მინდა კიდე გითხრათ რომ პირად წერილში კირიონთან, რომელიც რა თქმა უნდა ასევე გადიოდა ცენზურას და ერთი ასეთი რამე დაწერა რომ ამოვიარე ცხეთასთან ამოვიარე და ჩრდილო კავკასიაში მიდიოდა ზაფხულში ყველა დასასვენებლად საეკლესიო პირები და ამოვიარე ჩვენს დიდებულს ტაძრებთან და მე ამბობს რომ და შორიდან თაყვანი ვეც ვითარცა დანიელმან თავის ქვეყანას. ეს ახლა აქ ფარული აზრია ჩადებული, იმიტომ რომ დანიელს ეკრძალებოდა საკუთარი ქვეყნის
თაყვანისცემა და მიუხედავად იმისა, რომ ის ტყვე იყო და ძალიან საპატიო ტყვე გახდა ბოლოს, დაწინაურდა იმ ხალხს შორის, ვისთანაც ერთად იყო, იმ სატრაპებთან ერთად, მაგრამ მას აუკრძალეს სწორედ საკუთარი ქვეყნის თაყვანისცემა, ანუ ისრაელის და მაინც დღეში რამდენჯერმეო იქით გააკეთა ისეთი რომ იქითკენ ლოცულობდა, თავი იქითკენ ქონდა პალესტინისკენ მიმართულია და აი აქ რო ამბობს რომ მე თაყვანი ვეც ვითარცა დანიელმან ბაბილონიდან თავის ქვეყანას იერუსალიმს, ესე იგი ჩვენც იმ საპატიო მდგომარეობაში ვართ და ჩვენც ტყვეები ვართ. აი ამას ეუბნება კირიოს, ოღონდ ნუ თუ კარგად არ იცოდი ახლა ბიბლია ამას ვერ მიხვდებოდი რა ეუბნებოდა. მერე უკვე 1905 წელს მან ძალიან პირდაპირ გამოაქვეყნა სტატია, რომ მე ვარ თავგამოდებული მომხრე ქართული ეკლესიის ესე იგი ავტოკეფალიისა და ეს მერე აი ახლა აღმოაჩინე იმ პეტერბურგის სინოდის არქივში, რომ იმას დაუწერია სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე რომ მოკლეს ის ეგზარქოსი ნიკონს მიუწერია საეკლესიო საქმეების მმართველი ვინც იყო იმისთვის რომ ის ითხოვდაო რომ შესამოსელი ესე იყო წესი რომ ეპისკოპოსის შესამოსელს იმპერატორის კარი აფინანსებდა და მე წინააღმდეგი ვიყავიო და ესე იგი წინა ეგზარქოსი როცა გახდა ის ეპისკოპოსი 1905 წელს ნიკოლოზი იყო, ისიც წინააღმდეგი იყო და ღიად ვერ დავწერეო რომ რატო ვიყავი წინააღმდეგი. იმიტომ რომ თავგამოდებული ავტოკეფალისტიაო. და ამიტომ არ მიმაჩნია საჭიროდ რომ იმპერატორის ოჯახმა დააფინანსოს მისი ჩაცმულობა. მერე კიდევ ეხლა რაც უნდა მთავარი რაც არის ესე იგი მისი რომ მერე კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ მე არავის ეჭვი არ შეეპაროს რომ ხურვალე მომხრე ვარ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის და ამის გარდა ესე იგი გამოსცა იმასთან კორნელი კეკელიძესთან და მაშინ ნუ კორნელი ღდელი იყო მოგეხსენებათ და კალისტრატე ცინცაძესთან ერთად გამოსცა საეკლესიო წიგნი, რომელიც ეხლაც ხმარებაშია და ნუ მისი საფასით გამოვიდა ფაქტიურად და ესეც პატარა ამბავი არ იყო და ხო საგმდელთავრო კონდაკი რომელსაც მხოლოდ აწერია შესავალში ემითი ხუცურად ეს ამბავი და ბევრს წაკითხულიც არ აქვს რომ აი ეს გამოვიდა მისი დაფინანსებით. ამის გარდა ნუ იქ 5 წლის შემდეგ იქ რაღაც სხვა ისინიც დაავალეს რომ აი გაფიცვებზე მიდიოდა მოელაპარაკე ამ სტუდენტების და სასულიერო სემინარიის მოწაფეების იყო და ნუ ესეც უწერია, ესეც არის გაკვირით გაზეთებში რომ ნუ არ დასაჯეს არავინ და ბოდიშები მოიხადეს მოსწავლეებმა. და ნუ მოკლედ აქ ბევრია მასალა, მაგრამ მთავარი რაც არის მისი კიდევ რაც მინდა და კიდევ მეთქვა რომ ნუ ძალიან ბევრ ადამიანს იცნობდა ქონდა კარგი ურთიერთობა, მაგალითად ოსკარ შმერლინგს ახსენებს, ასევე კელენჯერიძეს, გიორგი ქართველიშვილის შვილები შეხვდნენ და შვილი დაწერა, მაგრამ გიორგი ქართველიშვილია და მასაც იცნობდა ესე იგი, იმიტომ თან უწერია რომ ეს შვილები აღმოჩნდნენ გვარითაც და შეგნებითაც და ქართველი ესე უწერია. დეკანოზი მანსვეტაშვილს იცნობდა ესე იგი ცნობილი მანსვეტაშვილის მამას იაკობის. მერე ბორის ესაძეზე და ნუ ძალიან ბევრი სხვათა შორის აქ არ მიწერია წიგნში გამომრჩა და ნიკო ნიკოლაძის მეუღლეს მასზე წიგნი ეს ცალკე ჩვენ ფილმში გვაქვს ასახული რომ ნიკო ნიკოლაძის მეუღლეს შუქნის თავის წიგნს 1901 წელს გამოცემულს და წერს რომ ჩემი მოწაფეს
ოლღა გურამიშვილის, ისიც ოლღა გურამიშვილი იყო, ოღონდ სხვა ოლღა არა, ილიასი. ხო, ილიას, აი ეს მინდა და ნუ ჩქარა დავამთავრებ, რომ ილიას ის აშკარად იცნობდა, ხა, იმიტომ რომ ახლა ყვარელი და გრემი ახლოს არის და მაშინ ასეთი განათლებული და ცნობილი ხალხი ყველა იცნობდა ერთმანეთს და ეხლა თანაც არსებობს წერილი მისი აი ამ სოფიოსადმი გაგზავნილი ილიასი და ოლღას მიერ. სადაც წერენ რომ შენი წამს და შენ ახარ ჩვენი იმედიო იმაში კახში როცა მოღვაწეობდა ეს მისი ძმისშვილი და ესე იგი თუ კი სოფიოსი ცნობდა და ასეთი წერილები ჰქონდა ილიას ესე იგი მით უმეტეს მეუფე ხო მე პირველი ვინც ილიას მკვლელობის შემდეგ მასზე პანაშვიდი გადაიხადა რამდენჯერმე იქ მკვლელობა და დასაფლავება ილია ჭავჭავაძისა ეს წიგნი გამოსულია ხო 1907 წელს და მე კიდე გამოიცა ზუსტად პროტოპრინტულით მაგრამ იქ წერია გორის ეპისკოპოსი გვარის გარეშე და ვინ არის და არც არავინ არის რომ ეს არის პეტრია გორის ეპისკოპოსი 1907 წელს და მან პირველმა წაიკითხა ესე მან პირველმა გადაუხადა პანაშვიდი და რამდენჯერმე გადაუხადა პანაშვიდი ილიას და ასე რომ აშკარად მათ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ასევე იცნობდა აკაკი წერეთელსაც, რადგან წერილი არსებობს აკაკის მთელი შრომებში, ისა მისი თხზულებების ერთ-ერთ ტომში წერია, რომ ერთიო მინდა ჩემს მოურავსო ჩამოვიდეს დროზე უთხრა რომ შეხვდეს მეუფე პეტრესო და იმას დაელაპარაკოსო. ესე იგი ის მოურავს იცნობდა და აკაკი წერეთელიც. და ნუ ხო კიდევ ნუ რა მინდოდა ორი სიტყვით მეთქვა რომ ნუ როცა გარდაიცვალა მან დაწერა ესე იგი ანდერძი რომ დამასაფლავეთ ალავერტში მაგრამ თურმე ასე ადვილი არ იყო გააგზავნეს მაშინვე პეტერბურგში ეს მისი ანდერძი და პეტერბურგში განიხილეს და იმავე დღეს მოვიდა დეპეშა რომ ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ მათ შორის პეტერბურგის მიტროპოლიტმა გამოგზავნა რომ ჩვენ წინააღმდეგი არა ვართ მაგრამ ადგილობრივი შეეკითხეთ ადგილობრივ ხელისუფლებას საერო ხელისუფლებას ნუ რადგან არავინ არ იყო წინააღმდეგი ამიტომ განხორციელდა მისი ალავერტში დაკრძალვა თორე შეიძლება ისე მომხდარიყო ესეც ვიპოვე ეს ყველაფერი საქართველოს ეროვნულ არქივში აი ეს მიმოწერა პასუხი დეპეშა და რადგან არ იყო არავინ წინააღმდეგი ნუ ამიტომ დასაფლავებულია და დღესაც განისვენებს ალავერდის ტაძარში და ხო აი ამას აგიკითხავთ აი ზუსტად როგორ უწერია ამოვიარე ძველს დიდებულის ქართველთა ტაძრებისაკენ სვეტიცხოვლისა სამთავროსი და ანანურის ამაღლებისა რომელსაც შორის თაყვანი ვეს ვითარცა დანიელმა ბაბილონიდან იერუსალიმსა ამათის ხილვითა ბევრი მწარე ფიქრი წარმომიდგა ხო და ეს წარე ფიქრი რაღაცა წარმოუდგა ესე იგი აშკარად ანიშნებს რომ აი ჩვენც იგივე ტყვეები ვართ საპატიო მაგრამ ტყვეები ვართ რუსული იმპერიისა და ეს ახლა რა თქმა უნდა ეს ვერ გაიგო ახლა ცენზურამ და თავისუფლად მიიღო და კირიონმა შეინახა მისი 36 წერილია მეტი არა ერთი პაპაჩემთან მიწერილი და 36 კირიონთან და რამდენიმე კიდე ალექსანდრე მასთან ეპისკოპოსთან ოქროპირიძესთან მიწერილი რამდენიმე წერილია საინტერესო და ხო ერთი ესეც მინდა ვთქვა რომ ძალიან ცდილობდა რომ ალექსანდრე ეპისკოპოსს უბრალოდ მისი ძმისშვილთან კირიონი შეერიგებინა და ისე წერდა რომ რა აქვს ამ ხალხს გასაყოფი ხალხი მეუბნებაო რომ ორივე ეროვნული ორივე იბრძვის ავტოკეფალიისთვის და რა აქვს გასაყოფი ესე იგი მიანიშნებდა რომ ნუ შერიგდით და როგორღაც მოახერხეთ ურთიერთობა ესეც პირად წერილებშია გაგზავნილი კირიონთან აი ესე რომ ეხლა ძალიან ამ რო არ გამიგრძელდეს ნუ მე მგონი რომ ძირითადი ვთქვი მასზე ძალიან პატრიოტულად არის სოხუმზე წერს რომ 2000 ქართველია და აკრძალული აქვს ქართულ ენაზე რომ მოისმინონ წირვალოცა აჭარაზე წერს რომ
ამათი მოქცევა შესაძლებელია ჯერ ქართული ენის პროპაგანდით და მერე უკვე საეკლესიო საკითხებზე საუბრით. ისე რომ ესეც იმ მოგზაურობის წიგნში აქვს ბოლოში დართული. ეს ორი საკითხი რომ ჩამოვიდა საქართველოში და აი აქ სოხუმზე და აჭარაზეც ამას წერს და მოკლედ იყო ნამდვილად პატრიოტი და ავტოკეფალიის ძლიერი მომხრე ყველაფერს აკეთებდა ქართული ეკლესიის გასაძლიერებლად და მე მგონი რომ ნამდვილად იმსახურებს იმას რომ მეტი ყურადღება დაეთმოს მის მოღვაწეობაზე. ჩვენი საინტერესო მოხსენება მოვისმინეთ. კითხვები ხომ არ გაგიჩნდათ რამე? ნუ ეხლა საქმე იმაშია რომ მე მიმაჩნია რომ ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს. ბატონო ვაჟამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა. შეიძლება ითქვას რომ აი მე პირდაპირ ვიტყვი თუ ყოველ შემთხვევაში არც მანამდე გამოჩენილა ვინმე და არც მის შემდეგ ჩვენ ყავს კიდევ მოღვაწეები, მეუფეები, რომლებიც ჭდილში არიან ასე რომ ვთქვათ. და პეტრე კონჭოშვილის 8 წლის დაფასება ეს არის ბატონი ვაჟას დამსახურება და ქართველი ერის წინაშე ამ მართლაც გამოჩეული მეუფის ბიოგრაფიისა კი არა ეს საქართველოს ისტორიის ფონზე არის განხილული და ისეთი ნიუანსებია რომელსაც ჯერ ერთი რომ ის კი არა რომ გულგრილად ვერ წაიკითხავ და ან არ გაეცნობი ავსებს ძალიან ბევრ თეთრ ლაქას ეს პირველად შესწავლილი ქონდა სადოქტორო დისერტაციაში იმ ჩვენს გამოჩენილ მეუფეებთან ერთად მანამდე კიდე 2003 წელს აქვს გამოცემული ცალკე მონოგრაფია პეტრე კონჭოშვილზე და აი ამ გასულ წელს გამოვიდა რა ეს წიგნი დააგვირგვინა შეიძლება ითქვას მართლაც ამ უდიდესი ქართველის თელი მოღვაწეობის შესახებ რომ ჩვენ მეერმა გაიცნოს. ეს ერთ-ერთი სამაგიდო წიგნია საქართველოს ისტორიის, აღნიშნული ეპოქის პერიოდის, ეკლესიის ისტორიის, საერთოდ იმპერიის იმ მარწუხებში ყოფნის პერიოდის ისე კი არა რომ მარტო ეს აქ არის უამრავი საარქივო დოკუმენტური წყარო გამოყენებული, არის ლიტერატურა, ეპისტოლარული მასალა, მე არის შეფასებები, არის მიგნებები, ისეთი ნიუანსები აქვს წარმოჩენილი რომ მე რაც თავარია იკითხება ძალიან ადვილად, მარტივად, აი ესეთი რთული საკითხები, ახლა მოგეხსენებათ ეს, როცა ჩვენ საეკლესიო ისტორიას გადამოვცემთ, თან განსაკუთრებით და აი ამ იმპერიის პერიოდში, ეს ძალიან რთულია ხოლმე მკვლევარმა რომ ის წარმოაჩინოს ასეთი სახის ნაშრომები, უფრო მეტად იწერება სპეციალისტებისათვის. მაგრამ ეს წიგნი არა მარტო სპეციალისტებისათვის, არამედ ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის სტრაფარეტია ხოლმე, როცა წერენ ხოლმე ავტორები რომ გათვალისწინებულია ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის. ბევრი ამას ვერ გაიგებს, როგორც ივანე ჯავახიშვილის, ჩვენს უდიდესი მეცნიერის ნაშრომებს, ფართო საზოგადოება ვერ გაიგებს. ის კი არა, ბევრი თვითონ ისტორიკოსებს და სპეციალისტები ვერ იგებენ ხოლმე იმას და მთელი ლექსიკონები ჭირდებათ ამათ საკითხის გასაგებად. ბევრი არის ერთი ძალიან საინტერესო, რაც აქ გაყრით არის საუბარი, მაგრამ დიდი საქმე გააკეთა ბატონმა ვაჟამ, რომ მოგზაურობა გამოსცა ხელმეორედ. პეტრე კონჭოშვილის 2016 წელს, აი მანამდე ინგლისურად არის გამოცემული 2014 წელს და თვითონ ჩივის ჩვენი მეუფე თვითონ ჩივის რომ ერთი მანეთი დაადო გონი ფასი და ასეთი იაფი და წიგნი არ იყიდებაო ეს საოცარი წიგნი აი მართლა საოცარი წიგნი. ეხლა მოგზაურობები ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ მოგზაურები ყავდა ხო ისე რომლებიც წმინდა მიწაზე იყვნენ და არა მარტო წმინდა მიწაზე, მაგრამ განსაკუთრებით ამზე გავამახვილებდი ყურადღებას. მაგრამ ის როგორც აღწერა მეუფემ პეტრე კონჭოშვილმა როგორც აღწერა, იქ აი რაღაც აი ცოცხალი სურათებია, თითქოს შენც მოგზაურობ. და აი ამით არანაკლები მე ვიტყოდი, არანაკლები ის რაც ეს აი პოლიტიკური ბიოგრაფია საქართველოსი და პეტრე კონჭოშვილისა
არანაკლები დიდი საქმე გააკეთეთ თქვენ ბატონო ვაჟა მე აუცილებლად ამას ხაზგასმით აღნიშნავ რომ თქვენ ეს მოგზაურობა გამოეცით და ძალიან შესანიშნავი გამოცემა მე თქვენი წინასიტყვაობა თქვენი შენიშვნებია რომლებიც ამდიდრებს და უფრო გასაგებს ხდის და სამწუხარო ის არის რომ არა მარტო მაშინ იყო ასეთი საზოგადოება რომ ამ წიგს ასე იაფსაც კი არ ყიდულობდა და არ კითხულობდა დღესაც მე აი ბევრი თუნდაც სპეციალისტი, თუნდაც ჩვენი კოლეგები დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს წიგნი ბევრს არ წაუკითხავს. და ამით რამხელა აი დიდ სიმდიდრეს არის, სულიერ სიმდიდრეს მოკლებული გარდა იმისა, რომ ეს არის პირველ წყარო ამავე დროს. მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მოხსენებელს, საინტერესო მოხსენებს მე ვწუხარ რომ აი ეს კი ზოგი ავად გახდა, ზოგი რაღაცა, მაგრამ ჩვენ ასეთი ღონისძიებები, ხალხი ეს არის ჩვენი სულიერი სიმდიდრეც, მატერიალურიც ეს არის. ეს ჩვენთვის პირიქით არის ძალიან დიდი შემატება ყველაფრისა და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ.